გასულ წელს ამ დროს ბატონი პრემიერი საუბრობდა, რომ აი ეს ხალხი, ვინც მე რევოლუციონერად მოგვევლინენ, არიანო სუსის აგენტებიო. მაგალითად ლევან ხაბეიშვილიო, საერთოდ ანიტათ არის რეგისტრირებული ჩვენთან. ასევე იყო დასახელებული ბატონი ნოდარ მელაძე, რომელიც მე საერთოდ მიწმარდა და არც ნოდარ მელაძესთვის ბოდიში არავის არ მოუხდია, არც იმას არ მოუთხოვია ბოდიშის მოხდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, პრემიერმა მაშინ მოიტყუა, თუ შეეშალათ. ანუ თუ შეეშალათ, მაშინ ხონდა თქმულიყო რომ შეეშალათ. არც ეს არ ყოფილა. შესაბამისად რა გამოვიდა? დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუსის აგენტის მიერ, იმიტომ ეს არავის არ უარყვია. თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია, აქ იურისტები არიან და ტყუილის ხმას საშუალებას არ მართვენებენ. 4 ოქტომბერს გულისხმობ. 4 ოქტომბერს. დანაშაულის პროვოკაცია ნიშნავს რას იცით, რომ აი მაგალითად პოლიციელი რომ ცდილობს რომ ადამიანს გაუჩალიჩოს, ჩაადენინოს დანაშაული. აი უბიძგებს რომ წამო რაღაცა მოიპაროთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და აიყოლიებს ბოლოს. ზუსტად ასეთი კამპანიური იყო მოგეხსენებათ 4 ოქტომბრის ივენთი. პრემიერისვე განცხადებით, სუსის აგენტი და მისი მეგობრები აორგანიზებდნენ ივენთს, აიყოლიეს ხალხი და ეს ხალხი ვინც აყვა პროვოკაციას, აღმოჩნდა ციხეში. ასევე მათ შორის იყო კიდე ერთი ადამიანი, რომელიც ერთი ჩემთვის როა ცნობილი, თორე შეიძლება ბევრი იყოს. პატა მანჯგალაძე, რომელიც даже არც აყოლია სუსის პროვოკაციას. მის მიმართ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაღაცას აყვა, ჩაიდინა დანაშაული. დღეს ჩემი ოპონენტები ვერ დამისახელებენ ადამიანი გასამართლებული რაზე არის კონკრეტულად. რაც შეეხება მანამდე რევოლუციებს. თქვენ იცით რომ უკვე ოპოზიციაში ამაზე არავინ არ კამათობს. რომ მაგერ 2024 წლის არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი რევოლუციონერი ან მისი გუნდის წევრი, რომელიც სხვადასხვა რევოლუციაში, თქვენ რო ჩამოთვალეთ 5 რევოლუცია, იმ რევოლუციებში სხვადასხვა ფორმით რომ მონაწილეობდნენ, ბატონი ნიკა გვარამია და მისი მეგობრები 40 მილიონით დააფინანსეს. პასუხიც კი არავის არ გაუწია, საიდან 40 მილიონიო. პრემიერ-მინისტრმა ბრძანა რომ ჩვენ ვიცით რომ ეს ფიქტიური შემოწირულობები იყო. ამიტომ მე მაინტერესებს, სანამ გავარკვევ რა რევოლუციას ვინ აწყობდა და როგორ აწყობდა, საიდან 40 მილიონი გვარამიასი? ბატონი მამუკა მოგეხსენებათ, შესაბამისი CV-ს მქონე ადამიანია, ვისაც ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა და მიუწვდება. ასევე შესაბამისი ინტელექტის ადამიანია, რომ გაანალიზება ამ ინფორმაციის და დამუშავება შეძლოს. შესაბამისად მე მაინტერესებს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ის ხალხიო, ვინც მე ვთქვი, სუსის აგენტები იყვნენო. თუ არ მოიტყუა სუსის აგენტების მიერ მოწყობილი რევოლუციის მცდელობა, ხო არ არის დანაშაულის პროვოკაცია და მეორე ვის იყო 40 მილიონი, რომლითაც ფინანსდებოდა ის ხალხი, რომელიც თითქმის იმ ყველაში არა, რომელიღაცა ნიშას ჩამოსვლა შეიძლება არა, მაგრამ დანარჩენში ფაქტობრივად ყველაფერში მონაწილეობდნენ. ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ამ დანაშაულის პროვოკაციას შეეწირა ადამიანების თავისუფლება, ვინც ციხეში სხედან და ამავდროულად აი ჩემი აზრით უკიდურესი ამორალურობა არის ის, რომ ამას შეეწირა ისიც, ვინც არ აყვა პროვოკაციას. პატა მანჯგალაძის სახით. ამაზე მაინტერესებს პასუხი.